სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ქრისტიანება ვიცით, რომ უფალი მოვიდა ჩვენთან იმისათვის, რომ შევკრიბოს, რომ ჩვენ იგი დავინახოთ, მასთან მივიდეთ და ეს სიმბოლური სახეც არსებობს მისი კეთილი მწყემსისა, რომელიც იკრებს თავის ცხოვარებს. და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მისი ხმა ვისმინოთ. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ვინ მიდის მისკენ, ვინც მის ხმას ცნობს, ისინი, ვინც ქრისტეში ღმერთს ვცნობთ. ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ქრისტე მოვიდა ყველასთვის და არ მოსულა მარტო გარკვეული ადამიანებისათვის, უბრალოდ ადამიანები თვითონ აკეთებენ არჩევანს და გულისმიერად რაღაც ხდება საიდუმლოება ადამიანში მისი თავისუფლებიდან გამომდინარე, რომ ვიღაცა ცნობს და ვიღაცა ვერ ცნობს. მაგრამ ნეიტრალური ქრისტეს მიმართ თითქმის არავინ არ არის გარდა იმ აბსოლუტურად ინდიფერენტული ადამიანებისა, რომლებსაც არასოდეს არ უფიქრიათ ცხოვრების საზრისზე, მარადილ სიცოცხლეზე, ასეთებიც არსებობენ სამწუხაროდ. თუმცა ეს ადამიანები საბოლოო ჯამში თუ ამ თავის ინდიფერენტულობიდან არ გამოერკვევიან, სამწუხაროდ იმათ რიგებში აღმოჩნდებიან ხოლმე და აღმოჩნდებიან, რომლებსაც თავისუფალი თავისი გადაწყვეტილებით უარყვეს ქრისტე. როდესაც ჩვენ აი ამ კუთხით ვაფასებთ ადამიანს და პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ვართ ჩვენ კი ისინი, ვინც ქრისტე მივიღეთ, თუ ეს უბრალოდ რაღაცა რელიგიური გზნობებია ჩვენი, რომელიც გადავწყვიტეთ, რომ ამგვარად დაგვეკმაყოფილებინა. ცუდი სიტყვა მართლმადიდებლობისთვის, მაგრამ ეკლესიისთვის, მაგრამ აი ეს რელიგიური სისტემა ავირჩიეთ, კულტურული მიზეზის გამო თუ ტრადიციული თუ რა ვიცი რაღაც, მან მომეწონა უბრალოდ რაღაც ისე და ამიტომ და ასე შემდეგ. და ის არამირჩევია და ჩემი არჩევანი ქრისტეზე არ გამიკეთებია. ხო და აი წმინდა წერილი მრავალ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ ადამიანები როგორები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ირჩევენ და როგორები არიან, რომლებიც არ ირჩევენ, რომლებიც ხვდებიან, რომ ქრისტე ღმერთია, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუმცა ეს ბოლომდე გაშიფრული სიტყვიერად მაინც ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანისგან ქრისტეს ღმერთობის ცნობა და მერე შემდგომში მისი თავგანწირული ერთგულება ეს ერთგვარი საიდუმლოებაა, რომელიც ბოლომდე ესე ჩვენ თვალწინ არ იშიფრება. ალბათ მარადისობაში ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ აქ გარკვეულწილად ყველაფერი ეს დაფარულია. აი ამ კუთხით დღევანდელი სახარება მარკოს მახარებელთან რაც აღმოვიკითხეთ, ვფიქრობთ საინტერესო, აი იცით როგორ გამოცდიან მსაკრულად ფარისევლები, სადუკევლები, მწიგნობრები პერიოდულად, ანუ რელიგიური ადამიანები და თეოლოგიურად განათლებული ადამიანები როგორ გამოცდიან მას როგორ გამოცდიან, როგორ უნდათ რომ ხელი შეუშალონ მას მოღვაწეობაში, რა ხერხებს და რა გზებს მიმართავენ. მათ შორის საინტერესოა აი დღეს რას ეუნებიან და რა დიალოგი აქვთ ქრისტესთან. მოვიდნენ ეს ადამიანები და კითხვიდეს მას. მოძღვარ. თვითონ აი სიტყვები, რომელთაც მიმართავენ, ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს სიტყვები, რითაც ისინი ლანძღავენ ქრისტეს, მაგრამ არის მაგალითები შემთხვევები, როცა ისინი არ ლანძღავენ ქრისტეს და გარკვეულ სიმართლესაც ეუნებიან. მაგალითად ეუნებიან მოძღვარ, ანუ თითქოს მოძღვრად აღიარებენ. ყოველ შემთხვევაში ასე მიმართავენ. მოძღვარ, ვიცით, ნახეთ, ვიცით, რამე თუ ხარ ჭეშმარიტ ხარ. ანუ ნამდვილი ხარ, სინამდვილეს ამბობ. ეს აღსარებლობაა ერთგვარი, ნახეთ. ეხლა ამას რატო ვსვავ აქცენტს? ადამიანი შეიძლება იყოს ეკლესიის წიაღში, ისე როგორც ისინი იყვნენ, ეხლა ვინც ამას ლაპარაკობს, ისინი იყვნენ ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღში. ისინი ხო რაღაცა წარმართები არ იყვნენ, ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღში იყვნენ. ასევე ადამიანი შეიძლება იყოს ახალი აღთქმის ეკლესიის წიაღში და აი ამ სიტყვიერად გამართული იყოს და სიტყვიერად იმდანად გამართული იყოს, რომ შეიძლება ვერც კი მოედაო. მოძღვარ, ვიცით, რამე თუ ჭეშმარიტ ხარ. და არარაი ზრუნვა
გაქუს ვისთვის, ანუ მიუკერძოებელი ხარ, ანუ ანგარებით არ ხარ ადამიანებთან და შენი რაღაც წინასწარ განწყობებით, ანუ ჭეშმარიტებას ეძებ. ესე იგი ადამიანი ხედავს, რომ ჭეშმარიტება არის ქრისტესთან და ქრისტია ჭეშმარიტება ან ეკლესიაში იმყოფება და ეკლესიაში არის ჭეშმარიტება, ეკლესიაში როგორც ინსტიტუციაში, ეკლესიის საიდუმლოებებში, მათ შორის ღრუბლობის საიდუმლოებაში ჭეშმარიტება არის და ამავე დროს ეს ჭეშმარიტება ამ ჭეშმარიტებას ხედავს როგორც უანგაროს, ანუ რომელიც მართლა სინამდვილეა და მართლა ჭეშმარიტებაა და ადამიანივით არ იცოლება იმის და მიხედვით რა აწყობს. ხო, ის აბსოლუტური სიკეთეა. რამე თუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღვთისასა ასწავებ. კიდევ ერთხელ წარმოჩინებული აქვს ეს ობიექტური სინამდვილეზეა საუბარი, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტად და ქრისტე სწორედ ღმერთისკენ მიგვიძღვის. აი ასეთ ღვთისმეტყველება აქვს. და ამის პარალელურად უცებ ეუნებიან. გახსოვთ ხო, როგორ უნდათ რომ მის მოღვაწეობას ხელი შეუშალონ. ჯერ არის ხარკი მიცემად კეისრისა, ანუ არა, მივცეთ, ანუ არა მივცეთ. ესეთი მსაკრული გამოცდები ბევრჯერ მოუწყეს უფალს სხვადასხვა დროს. ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ იტყოდა, ნახეთ, თუ იტყოდა, რომ კეისარს უნდა მივცეთ, მაშინ ხალხში გაავრცელებდნენ ხმას, რომ ეს სამშობლოს მოღალატე ნახერებს ლაპარაკობს. რომ წარმართ იმპერატორს ხარკი მივცეთ. თუ იტყოდა, რომ არ უნდა მივცეთ, იმიტომ რომ წარმართ იმპერატორია, მაშინ სწორედ რომის ხელისუფლებაში ჩაუშვებდნენ უკაცრავად ამ სიტყვისათვის, იტყოდნენ ეს მე ამბოხე, ნახეთ რა, თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგია. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნულ პატრიოტულ თუ პოლიტიკურ სარჩულს უდებდნენ იმ გვარს, რომ მისთვის ხელი შეეშალა და თუ საჭირო თუ იქამ შეძლებდნენ მოეკვდინებინათ კიდევაც. ჩვენ ეკლესიის ისტორიას რო გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი წმინდანი სწორედ ამგვარად იქნა ნაწამები. ახლა მაქსიმე აღსარებელი გამახსენდა, იგივე ოქროპირსაც რაღაც ბრალდებები ქონდა მსგავსი და საერთოდ ძალიან ბევრ წმინდას ნახავს. გასაბჭოების პერიოდში 20-იან წლებში იგივე ბრალდებები ქონდათ. ანუ ქრისტიანები, რომლებიც ნამდვილი ქრისტიანები, წმინდანები, კანონიზირებული წმინდანები, ეკლესიის ისტორიაში გადახედო ძალიან ბევრი ამის მაგალითი, რომელთაც ერთადერთი ცხოვრებისეული საზრისი ჰქონდათ იესო ქრისტე და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ და სხვა ინტერესი მათ პრინციპში არ ჰქონდათ. იმისათვის რომ ეშმაკისგან აღზრული ადამიანები არიან ალბათ ასეთი ადამიანები და ბუნებრივია სახარებაში ვისაც ვკითხულობ ზუსტად ასეა, იმისათვის რომ შეაფერხონ სახარების ქადაგება, მოდი ესე ვთქვათ. ამისათვის სხვადასხვა საშუალებებს იგონებენ და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ინსტრუმენტი, რომელსაც ისინი იყენებენ, ეს არის სწორედ პოლიტიკური ბრალდებები, სამშობლოს ღალატი, სახელმწიფოს ღალატი და რაღაც მსგავსი. ხაზგასმულია, რომ უფალი ხო გახსოვთ პილატეს ეუბნება, ჩემი სამეფო ამ ქვეყნიური არ არის. აი ამის ვერ გაგება, ან შეგნებულად დამახინჯება. და შემდგომში ეკლესიის მოღვაწე ადამიანებისათვის ხელი შეშლა პოლიტიკური მოტივაციით, ეს არის მოვლენა, რომელიც მუდამ ხდებოდა ქრისტეს ეკლესიაში. მანიპულატორი ამ შემთხვევაში ვინ არის მანიპულატორი? ეშმაკია, რა თქმა უნდა. ვისით მანიპულირებს? ადამიანებით. და ადამიანების ისეთ წერტილებს აჭერს ხელს, რომელიც გრძნობადია ადამიანისათვის, სამართლიანობა და ასე შემდეგ და საკუთარი სიმართლე მათ შორის. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ აი ასეთმა ამგვარმა დამოკიდებულებამ, რომ კეისარს მივცეთ თუ არ მივცეთ, აი ამგვარმა დამოკიდებულებამ, ხო, აი ასეთ ჩიხში რო უნდათ მოხდ, ასე იგი მაცხოვრის ჩიხში შეყვანა უნდათ, რომ გამოიჭირონ. ამგვარმა დამოკიდებულებამ ბევრი ადამიანი ისტორიულადაც ძველად და ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ქრისტეს დააპირისპირა, ეკლესიიდან გაიყვანა და სულიერი ცხოვრების მორღვევა მოახდინა მათ სულებში. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის ნადირობს ქრისტიანებზე. არა ქრისტიანები ნაკლებად ედარდება მას. ქრისტიანები ედარდება და სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს და ერთ-ერთი უებარი საშუალება ეშმაკის ხელში არის სწორედ პოლიტიკური ბრალდებები, სულ ერთია რა მხრიდან, როგორ მხრიდან ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკური ბრალდებები მოღვაწე ადამიანებისათვის. მაქსიმე აღსარებელი ეს უბრალოდ ფენომენალური ადამიანი იყო. თავის ეს განსაკუთრებული წმინდანია, შეიძლება ასე ითქვას. განსაკუთრებული წმინდანი.
ხელი მოკვეთეს, ენა მოკვეთეს. უცებ იონე დამასკელი გამახსენდა, იმასაც აწამეს, ხელი მოკვეთეს, მე ღვთისმშობელმა სასწაულებრივად აღუდგინა, ციხეში ჩააგდეს. უფლის პასუხი ძალიან უცნაურია, რომლის ბოლომდე წოდომა ასე იოლი არ არის, ჩემი აზრით. უფალი ეუბნება, რომ მიეცით კეისრისა, კეისარსა და ღვთისა ღმერთსა. ეს არის ძალიან საინტერესო პასუხი, რომელიც არის გამოსავალი ჯერ ერთი, იმიტომ რომ ისინი დადუმდნენ და პასუხი ვერ გასცეს. ვერც ვერაფერი ვერ დააბრალეს, აღარ იცოდნენ რა ეკნათ, ანუ აქეთ აღმოჩნდნენ ჩიხურ სიტუაციაში, ეს არის აი საღვთო სიბრძნე ზუსტად, როცა შენ თითქოს გონია რომ გამოიჭირი ადამიანი კასაქცია, ან ერთი უნდა თქვას, ან მეორე და ნებისმიერ შემთხვევაში შენ ესე იგი მას დააზიანებ და უცებ ისეთ პასუხს იძლევა, რომ არც ერთია ეს პასუხი, არც მეორეა, რაღაც საღვთო სიბრძნეა და აქეთ აღმოჩნდნენ ჩიხურ სიტუაციაში და ხმა ვეღარ მოიღეს. მაგრამ ეს პასუხი არის ძალიან დიდი სიბრძნე, ჩვენ მე ვხედავთ, რომ იგივე პავლე მოციქული ამ პასუხის შესაბამისად მოქმედებს სულ და საბოლოო ჯამში ის ეწირება არა რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებს და სულ უნდათ პავლე მოციქულის დამარცხება, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც პოლიტიკური ინტრიგებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ქრისტეს ქადაგებლობას ეწირება და თავს კვეთენ, ხოლო ქრისტიანი დიახაც თავს უნდა წირავდეს ქრისტეს ერთგულებისათვის, მაგრამ არა რაღაცა სხვა მიზეზის გამო. როგორ ვერ ხდება აი ამ ხوارი განწყობების შედეგად დანახვა იმისი, ვინც ჩვენს გადასარჩენად მოვიდა და აი პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლე იქნა წაკითხული, სადაც რამდენიმე შტრიხია მაცხოვრისა, პეტრე ამბობს, რომელმან იგი ცოდვა არ აქმნა, არცა იპოვა საკვაი პირსა მისა, ანუ ქრისტეზე საუბრობს როგორც სრულ აბსოლუტურად უცოდველზე. გესმით, კიდე ერთი ნიუანსია. აი ორი რამ არის. ქრისტე დაინახო როგორც ღმერთი და ამავე დროს ქრისტე დაინახო არსებად, რომელშიც არანაირი ცოდვა არ არის. აი ამის შეგრძნება, რომ ადამიანს აქვს ამის უნარი, ქრისტეს ადამიანს აქვს შემეცნების უნარები, ძალიან ფართე სპექტრი აქვს შემეცნების უნარების. ყველაზე მთავარი ტრანსცენდენტული ყოფიერების შემეცნება, ანუ სამყაროს მიღმიერი ღმერთი რო იცნოს, ეს საერთოდ საიდუმლოებრივი უნარია ადამიანში. და მეორე, ზნეობრივი შეფასება, იმიტომ რომ მას აქვს ის რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც ზნეობრივ კანონზე არის აწყობილი, მოკლედ თანდაყოლილი აქვს ადამიანს. წესით თუ ადამიანი არ გაპირუტყდა, ხო ადამიანმა უნდა ღმერთიც იცნოს. ადამიანმა უნდა მიხვდეს სად არის სიმართლე და სად არის უსამართლობა, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება. წესით ასეა. და ქრისტე ორივე შესაძლებლობას იძლევა. თან ღმერთია და თან კიდე ადამიანი აბსოლუტურად უცოდველი. ორივე უნდა დაენახათ. მაგრამ ისინი, ვინც მის გამოჭერას ცდილობდნენ და თან ამავე დროს ვითომ ღმერთს ეძებენ და რელიგიური ადამიანები არიან, ისინი ვერც ეს ხედავენ და ვერც მეორეს. ამიტომ აქცენტირება აქვს პეტრე მოციქულს. ცოდვა არ აქმნა, მზაკრობის ნასახი არ არის მასში. აი ეს ხო მაინც უნდა ეცნოთ, კაი ღმერთს თუ ვერ ხედავდნენ მასში, მაგრამ ვერც ამას ვერ ხედავდნენ. მე აგზელებს, რომელი იგინებოდა, ანუ მას აგინებდნენ და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, ანუ ბოროტებაზე პასუხს ბოროტებით არსემდა და საოცარი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გვახსენდება ჯვარცმული ავაზაკი. კაცს, რომელსაც თითქოს ცუდის მეტი არაფერი უკეთებია და მან აი ეს დაინახა პირველ რიგში. მან დაინახა მისი აბსოლუტური უცოდველობა, რომელიც აი ამაში ვლინდებოდა, იგინებოდა და თვითონ იგინებოდა და არავის აგინებდა, ევნებოდა და ესე იგი არავის უთქმიდა, ანუ არავის არ უსურებდა ცუდს. აი ეს დაინახა. ეს დრო დაინახა, რომ ლოცულობს თავისი იმ ჯვარცმელებისათვის, რომელიც ცინიზმით კლავენ და რაღაც რეებს აკეთებენ და გასართობინახეს ქრისტეს მკვლელობით, მათთვის რო ლოცულობს. აი ეს უცოდველობა რო დაინახა მისი, ამან შეაძრწუნა ჯერ და ამის მერე დაინახა იგი როგორც ღმერთი, გაეხსნა გული. ადამიანს, რომელსაც თითქოს ცუდის მეტი არაფერი უკეთებია. უცნაურია, რა თქმა უნდა, უცნაურია. და ეს კიდევ ერთხელ ნიშანია იმისა, რომ ჩვენი კარგი ბიჭობით და კეთილი საქმეებით კი ვერ დავინახავთ ღმერთს. ეს არის შინაგანი რაღაც საიდუმლოებრივი მდგომარეობა ადამიანისა, რომელსაც ბოლომდე სიტყვა სიმდაბლეც კი არ გამოხატავს, თავდაბლობაც კი არ გამოხატავს ამ სიტყვას ბოლომდე, იმდენად საიდუმლოებრივია. მიეცა მართალი იგი საჯულსა. აი ეს საჯული, ამ ქვეყნიური სიმართლე. შეთაშორის ქრისტეს რაღაც შორს წავიდეთ, ქრისტეს პოლიტიკური მიზნით გასამართლდა. გახსოვთ როგორ ამბობენ? კი, შინაგანი мотиваცია შური იყო და 1000 სხვა რამ, მაგრამ გახმოვანება რა იყო? რა გაახმოვანეს? ეს ვარ მოვკლათ.
რომაელები ჩათვლიან, რომ ჩვენ მეფეს ვირჩევთ, იმიტომ რომ ის მეფეა. და პილატეს ეკითხება, გახსოვთ მეფე ხარ შენ? ქრისტე პასუხობს, რომ კი, მაგრამ ამ ქვეყნიური მეფე მე არა ვარ. და ამიტომ ჩემები მე არ მიცავენ ამ ქვეყნიური წარმატებისათვის. და მე ჭეშმარიტება დავამოწმო და ასე შემდეგ. და ეს პილატეს რა თქმა უნდა აფიქრებს, მაგრამ ვერ უღმავდება ბოლომდე, მაგრამ მოტივაცია ეს ქონათ, რომ არ მოუკლათ, რომაელები მოვლენ და აგვაოხრებენ და დაგვიპყრობენ და რაღაც საშინელებას გვიზავენ. ისედაც დაპყრობილი ყავდათ, მაგრამ სრული განადგურება მოხდება. რომ არ მოუკლათ, ანუ სამშობლოს გადარჩენისათვის, ისრაელის პოლიტიკური გადარჩენისათვის, რაც იყო ის მაინც რო გადარჩენილიყო, ანუ პოლიტიკური მოტივაციით იყო გასამართლებული. ხის განგება როგორია, რისიც ეშინოდათ, ის მოხდა ზუსტად ქრისტეს ჯვარცმიდან დაახლოებით 40 წელიწადში, ვიცით რა საშინელება დაემართა ისრაელს, ფაქტურად სახელმწიფო მთლიანად განადგურდა და უამრავი ადამიანი, თვითონ რომის სარდლები, ვინც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას და ამჯერ ოპერაციას, ისინიც კი გაოგნებულები იყვნენ, ისეთი საშინელება ხდებოდა. იქ იმდენი ხალხი დაიხოცა. და ანუ რისიც ეშინოდათ, ის მოხდა ზუსტად, იმიტომ რომ ღმერთი უარყვეს და მოკლეს. რომელმა ცოდვანი ჩვენი აღიხונה ხორცითა თვისითა ჯვარსაზე და ადამიანი რომელიც აი ამ ყველაფერს სწორად დაინახავს და გაიგებს, მე ის იმასაც ხვდება, რომ ჩემ ცოდვანი ჩვენი აღიქונה, ანუ ჩემთვის მოკვდა, ჩემი ცოდვების გამო კვდება თვითონ. მე აგძელებს, რათა ცოდვათა განვეშორეთ და სიმართლით ვცხონდებოდეთ და რადგან ის ჩემთვის მოკვდა, ამიტომ მე მაქვს უკვე ვალდებულება, რომ ჩემი პიროვნული გადაწყვეტილებით ვებრძოლო ჩემში ცოდვას და სიმართლით ცხოვრობდე, ოღონდ ჩემი სიმართლით არა. კურთხეულ ხარ შენ უფალო, მაასწავლე მე სიმართლე შენი ქრისტეს სიმართლით. და რომლისა იგი წყულებითა განვიკურნეთ, ეს ესაია წინასწარმეტყველიდან არის, პატრემოცკული იხსენებს ამას, ესაია წინასწარმეტყველი ქრისტეს ჯვარცმას და ქრისტეს ახასიათებს განსაცვიფრებლად და ის ახასიათებს ქრისტეს, რომ გეგონება იქ იყო და იცნობდა და მისტიკურად იცნობდა, ესე გამოდის, ხო, ღვთისგან ქონდა ეს ცოდნა და მეხუთე სახარებასაც კი უწოდებენ ისაია წინასწარმეტყველს 53 თავია, სხვათა შორის ხშირად მithქვავს, ნახეთ ძველი აღთქმის ისაია წინასწარმეტყველის 53 თავი როგორი საინტერესოა. რამე თუ იყვენით ვითარცა ცხოვარნი შეცდომილნი, არამედ აწ მოიქეცით წყემსისა მიმართ და მოღვაწისა სულთა თქვენთას, რაც გითხარით. ესე იგი იმისათვის, რომ ჩვენი თავი დავინახოთ როგორც შეცდომილნი ცხოვარნი, აი ეს ყველაფერი პირობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა შესრულდეს. უნდა სწორი დამოკიდებულება გქონდეს. ჩვენ უნდა ვიცნოთ იგი როგორც უცოდველი, როგორც ღმერთი. ჩვენი სიმართლით არ უნდა დავეჯახოთ მას, ჩვენი შინაგანი მზაკრობით, ორგულობით. ხო, აი ეს და ბუნებრივია, რომ ასე შემთხვევაში მაშინ ერთი გაგრჩება ის კეთილი გზა, რომელსაც შენ აღიარებ, მას ცნობ და მის ცხოვრად შენ წყემსად აღიარებ, მის ცხოვრად აღიარებ თავს და მასთან ერთად შედიხარ სასუფეველში. და აი აქ ისევ მინიშნება ეკლესიის მთლიანობაზე. ხოლო დასასრულსა, ანუ ეს დასასრულს ამ შემთხვევაში, რომ აი თვითონ ლოგიკური დასასრული, თავში მსჯელობის ლოგიკური დასასრული პეტრე მოციქული. ანუ რა ნაყოფს ვიღებთ, როდესაც ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ასეთ მაცხოვრებელი ადამიანები ქრისტეს მიერ ერთიადებიან და ეს არის ეკლესია. და ამ ადამიანებს, ანუ ჩვენ რა უნდა გვახასიათებს, ერთძრახვა იყვენით. ერთძრახვა ყველაფერში კი არა, მიწიერ საკითხებში კი არა, ქრისტეს მიმართ დამოკიდებულებაში. ხოლო დასასრულსა ყოველი ერთძრახვა იყვენით. ერთძრახვა, ანუ ჩვენ გვაერთიანებს ქრისტეს მოძღვრება, ანუ სახარება გვაერთიანებს. და ეს ვლინდება აგრეთვე იმაში, რომ ერთმანეთისადმი დაძმური დამოკიდებულება გვაქვს. რადგან ჩვენ ერთძრახვა ვართ და ერთი გვაერთიანებს ყველაზე მთავარი და გვკრავს მადლის მიერ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება სხვანაირი გვაქვს. მოწყალე, ძმათმოყვარე, შემწყნარებელ და დაბალ იყვენით. ანუ ერთმანეთის მიმართ. და როცა ერთმანეთის მიმართ შინაგანად ეს სიყვარული არ არსებობს, ესე იგი ჩვენ არც ქრისტეში ვართ ერთნი და რაღაცა არაჯანსაღი ხდება. ამიტომ დიახაც უამბობთ, ხშირად გეუბნებით, სამრევლო ცხოვრება ახდენს ლუსტრაციას, თუ ვინახართ თქვენ სინამდვილეში შინაგანად. თუ სამრევლო ცხოვრებაში ვერ მოახდინე ინტეგრირება და შენი დაძმები არ გიყვარან, იმიტომ კი არა რომ კარგები არიან. არა,
ეს არის ვალდებულება, იმ კარგი სიყვარულს რა უნდა. რაღაცა უძლურება რო აქვს, რაღაცა რო არ მოგეწონება, ის უნდა გიყვარდეს. უძლურებანი ერთმანეთის სიტყვით და ესეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი. ჩვენ მთავარში ვართ ერთნი. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე ვალდებულება ერთმანეთის სიყვარულის. და უძლურებანი რაც არ მოგეწონება, ის უნდა დავითიოთ, დავითმინოთ, ეს არის სიყვარული. ამიტომ მოწყალე, რა არის მოწყალე რა შემთხვევაში ხარ? როცა რაღაცა დაგიშავა და შენ ესე იგი პატიებ, ძმათ მოყარე, შემწყნარებელ, როცა შეიწყნარებ მის რაღაც, დაბალ რო თავს იმდაბლებ მის წინაშე, გესმით? აი ეს არის. და ნუ მიაგებთ ბოროტსა, ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა, გინებასა წილ, ანუ ქრისტეს მსგავსი იყავითო. არამედ წინა აღდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამე თუ ამისთვის მე ბრიჩინენით, რათა კურთხევა დაემკვიდროთ. ანუ ამისთვის, ანუ ქრისტეს მსგავსნი უნდა გავხდეთ. ქრისტეს მსგავსი უნდა გავხდეთ. აი ეს არის და როგორც კი ადამიანი ამის საწინააღმდეგოდ იწყებს ცხოვრებას, ის უბრალოდ ქრისტეს კი არ უარყოფს ხოლოდ. ის უარყოფს უკვე იმ ადამიანებსაც, რომლის წიაღშიც ის იზრდება, სულიერ ძმებს, დებს, მოძღვარს, ეპისკოპოსებს, პატრიარქს, ეკლესიას, სინოდს ჩვენ ხედავთ ამის მაგალითები უახლეს ისტორიაში ძალიან ბევრია, როცა ადამიანი საკუთარ სიმართლეს, საკუთარი სიმართლით ხედავს, არა მარტო სამყაროს, არამედ ღვთისგანგებულებასაც, ეკლესიასაც, თავის პოზიციები აქვს, სამართლებრივი რაღაცა, რავი, გამდიდრებული ბრჭყალებში, უამრავი რაღაც ახალ-ახალი მოძღვრებებით და შედეგად ვიღებთ იმას, რომ იწყებენ ბრძოლას ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, სინოდის წინააღმდეგ, ეპისკოპოსების, მოძღვრების, სულიერი დაძმის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ეკლესიას უარყოფენ და ამით ქრისტეს უარყოფელები ხდებიან. დაგვიფაროს უფალმა, რომ მსგავსი შეცდომა ჩვენ არ დაგვემართოს, გაუფრთხილდეთ რაც გვაქვს. ეს არის რწმენა ჩვენი იესო ქრისტესი, გაუფრთხილდეთ. და ვიყოთ გონიერები და ვეცადოთ, რომ აი შევისის ხორცოთ ახალი აღთქმა. და ნუ გვექნება იმის საცდური, რომ ჩვენი სიმართლით გავიკულიოთ ეს წუთისოფელი, არამედ მთლიანად დავემორჩილოთ ღვთისგანგებულებას, რომელიც განცხადებულია წმინდა წერილში. და ყველაფერი გადავამოწმოთ, ჩვენი აზრი, ჩვენი შეხედულება გადავამოწმოთ წმინდა წერილში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ესე იოლი არ არის, იმიტომ რომ წმინდა წერილის დამახინჯება შეუძლია ადამიანს, თუ მას არ აქვს სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი. უფალმა მოგვანიჭოს ეს უმთავრესი სათნოებანი, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.